თამაშაზე მივესალმები დავით მათიკაშვილს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გვერდობა პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, რომ დატვირთული დღის მიუხედავად გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. დავიწყოთ კორუფციასთან ბრძოლით. კორუფციასთან ბრძოლაში ხელისუფლება რომ შეურიგებელი, ამას ყოველდღიურად ვხედავთ, თუნდაც დღევანდელი სუსის ბრიფინგიც ამას მოწმობს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მწვავეა პრობლემა შუარგოლში და მსგავსი პოზიციონირება, რაზეც დღეს უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რამდენად შეძლებს ამ პრობლემის აღმოფხვას? ნატა, მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემოყურებელს, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისთვის. სრულდება ის პირობა, რომელიც იქნა ჩვენი საზოგადოებისთვის მიცემული კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლასთან დაკავშირებით ყველა მიმართულებით აბსოლუტურად. დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი ბრიფინგი და აქ მინდა ხაზი გაუსვა იმ მოცემულობას, რომ შუა რგოლთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად გამორჩეულად არის ალბათ ყურადსაღები ჩვენი საზოგადოებისთვის ამ ბრძოლის მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ საქართველო იყოს სამეულში მსოფლიო ქვეყნების კორუფციასთან წარმატებული ბრძოლით დაწინაურებული და რა თქმა უნდა ყველა რგოლთან, ამ შემთხვევაში კი ვისაუბროთ შუა რგოლთან მიმართებით, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში სახელმწიფო არის და იქნება უკომპრომისო. დღეს ჩვენ გაფრთხილება მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილისგან, ვინც ბრიფინგს წარმართავდა, რომ ყველა გაფრთხილდეს, კონდეს სათანადო ყურადღება და აღიქვას რეალურად ის მნიშვნელოვანი და უკომპრომისო სურვილი სახელმწიფოსი, რომ ყველა დონეზე აღკვეთოს კორუფცია და რა თქმა უნდა შუარგოლში კორუფციის არსებობა და მის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღება არის იმ დანაპირების შესრულების შესაბამისი ნაწილი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ისევე როგორც მთლიანად სახელმწიფო რგოლმა მიცა ჩვენს საზოგადოებას, ასე რომ ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, როგორც ყველა სხვა მიმართულებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო და რჩება პრიორიტეტი და ამ მიმართულებით სახელმწიფო აუცილებლად გააგრძელებს შესაბამის უკომპრომისო და ეფექტურ ნაბიჯებს გადადგავს. შესაბამის ნაბიჯებს იქნება ისეთი პროცესები, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს კორუფციის დონეს ჩვენს სახელმწიფოში. კორუფციასთან ერთად ხელისუფლება გამჭვირვალობის დონის მაქსიმალურად მაღალ ნიშნულზე აყვანას ცდილობს ყველა სფეროში, თუმცა დასავლელ ბიუროკრატებს ამის დანახვა არ სურთ, როგორც თქვენ ამბობთ, ორმაგი სტანდარტი ეს მათი ტრენდია. და ასევე მოვისმინეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის კომენტარიც ამ საკითხთან მიმართებაში. რა შედეგი შეიძლება იყოს საქართველოსთვის, როგორ ფიქრობთ? მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ასრულებს ყველა ნაკისრვალ დებულებას, მაინც არ ხდება ამის რეალური შეფასება. ნატალია, ის რაც ადრე კულუარებში საუბრობდნენ იმაზე, რაზეც ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენმა ხელისუფლებამ ხმა აღიმაღლა რამდენიმე წლის წინ და მკაცრად მოითხოვა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა გამჭვირვალეობის კანონმდებლობის შექმნით, დღეს პრაქტიკულად ამ დეგრადირებული პროექტის პირველ წყაროებიდან ჩვენ გვესმის პირდაპირ აღიარებითი ჩვენებები, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ იყენებდნენ NGO სექტორს კონკრეტული ქვეყნის თუ ქვეყნების სპეცსამსახურები ფონდების გავლით შავი ფულის შედინებით იქ დემოკრატიის მგრევისთვის, იქ იმ ხელისუფლების მხარდაჭერისთვის, იმ ძალების მხარდაჭერისთვის, რომელიც არა ეროვნულ ინტერესებს, არამედ გარე ძალების, არაფორმალური მმართველების პრაქტიკულად ინტერესებს ახორციელებდნენ და ჩვენ ეს ყველაფერი ხო პირდაპირ საფრთხე თვალით ნახეთ. ეს ხომ ჩვენს სახელმწიფოში აგერ რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ განხორციელდა, როდესაც ძალიან მარტივი
ადვილად გასაგები, მაგრამ ეფექტური კანონის შექმნის მიღების შემდეგ, რომელსაც გამჭვირვალობის შესახებ კანონი ერქვა, რა პროცესები განვითარდა, როგორ ეცადნენ, რომ ეს ყველაფერი რუსულ კანონად მოენათლათ, როგორ არ შემოდიოდნენ მსჯელობაში და პუნქტობრივ განხილვაში და დღეს უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი შეერთებული შტატებიდან პირდაპირ ღია და დაუფარავად ამბობს, რომ დიახ, ეს ყველაფერი იქიდან ფინანსირდებოდა და ამ პროცესს ერთადერთი მიზანი იმ ქვეყანაში დემოკრატიის ნგრევა, ლეგალურად არჩეული ხელისუფლების დამხობა და საკუთარი ინტერესის განხორციელება აგენტურის ხელით. ეს იყო მათი მიზანი. ამ ყველაფერზე დღეს უკვე ასე ღიად საუბრობ. კი ბატონო, აი გრანტების კანონში შევიდა ცვლილებები, რა რისკებს აზღვევს საქართველოს ამით? ჩვენ მოვისმინეთ ნატა აი სულ ცოტა ხნის წინ როგორც ჰელსინკის კომისიიდან ასევე ევროკავშირის მაღალჩინოსნიდან ევროკომისრის მიერ ნათქვამი ფრაზა რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოს იცავს თავის სუვერენიტეტს მიიღო საკანონმდებლო დანაწესი იდ პრევენციულად ადგენს ნორმებს რომელიც ქვეყანაში შემოდინებული შავი ფულის წარმომავლობა უნდა გააცნოს საზოგადოებას და არ უნდა დაუშვას პირიქით შავი ფულის შემოდიდება, ისინი მაინც ცდილობენ, რომ მოძებნონ გზები კანონის გვერდის სავლით დააფინანსონ რადიკალიზმი საქართველოში. რადიკალიზმის დაფინანსება და შავი ფულის შემოდინება ქვეყანაში რას ნიშნავს, ამაზე წინა კითხვის პასუხისგაცემის დროს ვისაუბრე. ანუ ყველა ის საკანონმდებლო დანაწესი, რომელიცაც იღებს ქართული სახელმწიფო, არის პასუხი იმ ქმედებებზე და იმ სურვილებზე, რომელიც გააჩნიათ საქართველოს არაკეთილ მოსულმე ძალებს და სამწუხაროდ მათი ნაწილი არის სწორედ ევროკავშირის ხელმძღვანელ გოლში მოკალათებული, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კვლავ გამოყენებული იმ მრუდე მიზნებისთვის, რომელიც გარეძალებს გააჩნიათ და NGO სექტორის გავლით, რომლის დანიშნულებაც აგენტურული ქსელის განვითარების და მათი ხელით უცხო ინტერესების განხორციელების მეტი არაფერი არ არის, სწორედ NGO სექტორი დააფინანსონ ისე, რომ კანონს გვერდი აუარონ. არადა საქართველოში მოქმედებს ცალსახად კანონმდებლობა, თუ კი რაიმე კეთილი მიზანი გაგაჩნია, კითხე ხელისუფლებას, კითხე მთავრობას, მიიღე მისგან ნებართვა და არავინ უარს არ გეტყვი, შენ კეთილი მიზნებით საქართველოში ფული შემოიტანო და არ ვიცი, სოფლის მეურნეობას მოახმარო თუ სხვა სფეროს. მაგრამ ნათელია რომ აქ არავის არ სურს სიკეთის გაკეთება და პირიქით ის რასაც წლების განმავლობაში აკეთებდათ, უნდათ ამის გაგრძელება, ამას ჩვენ ბუნებრივია არ დაუშვათ. საერთაშორისო აქტორების თემა რომ გავაგრძელოთ. საგარეო ასპარეზზე ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მცდელობებს, რომ აი ყველაფერი დაიწყოს სუფთა ფურცლიდან მოლაპარაკებებს გულისხმობ. რომ არ არის არავისთვის უცხო, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური კვანძია თავად ევროკავშირისთვისაც. აი რა სიგნალები არსებობს საპირისპირო მხრიდან თქვენ აქტიურ კომუნიკაციაში ხართ ამ კომუნიცირების შედეგად რა უჭირავს ოფიციალურ თბილის ხელში ამ ეტაპისთვის? ჩვენ ვიცით რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებოდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, მას ასევე ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები მთელ რიგ ქვეყნებში, ჩვენ ვიცით მილანში ქვეყნის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან არის დამაიმედებელი გზავნილები, რომ კონკრეტულ ქვეყნებთან, ისევე როგორც შეერთებულ შტატებთან ჩნდება იმედი ურთიერთობის გადატვირთვის ახალი ფურცლიდან დაწყების, თუმცა ეს ევრობიუროკრატიას, ევროკავშირის ხელმძღვანელ გოლს სამწუხაროდ არ ეხება, იმიტომ რომ იქ არსებული კასტა ადამიანების, რომელთა საქმიანობაც არათუ პარტნიორ საქართველოსთან, კანდიდატ ქვეყანასთან, არამედ საკუთრივ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერებთან და ხალხებთან მიმართებით არის ნეგატივით სავსე. დღეს უკვე ძალიან ხმამაღლა საუბრობენ ნატა ევროკავშირის ქვეყნებში იმაზე, რომ ევრობიუროკრატია ანგრევს ევროკავშირს და რაც შეერთებული შტატების სტრატეგიის სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სტრატეგიის ერთ-ერთი არსებითი ნაწილი იყო, რომ თუ ასე გააგრძელებს ევროკავშირი, ღირებულებით უსკულში აღმოჩნდება, აი სწორედ ამ უსკულისკენ მიაქანებენ ეს ადამიანები ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს იმედი იმის, რომ გამოიღვიძებს ევროკავშირის ხალხები
და საკუთრივ როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც აგერ 2-3 წლის წინ რაღაც რუსეთის სტრატეგიულ მარცხზე და ცეცხლის კარში მოქცევაზე და მასთან არანაირ საუბარ და ასე შემდეგ კომუნიკაციის გაწყვეტაზე საუბრობდნენ და აქეთკენ გვიბიძგებდნენ ჩვენ, დღეს საუბრობენ იმაზე, რომ თურმე საერთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა ააშენონ რუსეთთან ერთად. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ რომ დავყოლოდით მათ აი ამ ბიძგს, ამ წაქეზებას, სად აღმოჩნდებოდა დღეს საქართველოს და დამეწმუნეთ რომ უკრაინაზე ბევრად უარეს მდგომარეობაში იქნებოდა. ანუ აი ეს ყველაფერი გვაძლევს ჩვენ იმის ფიქრის საშუალებას, რომ დადგება დრო ევროკავშირში, როდესაც ის ადამიანები არარჩეული ჩინოვნიკები ევროკავშირისა, რომლებიც ევროკავშირის ერების ბედს წყვეტენ დღეს, მოხდება დემონტაჟი ამ მოცემულობის და რაღაც საღი აზრი გაიმარჯვებს. ის საღი აზრი, რომელმაც გაიმარჯვა უნგრეთში, რომელმაც გაიმარჯვა სლოვაკეთში, რომელმაც გაიმარჯვა და იმარჯვებს ჩეხეთში, ნელ-ნელა ეს ასე ვთქვათ მოცემულობა, ეს მოტივი ნორმალური, საღი და პრაგმატული პოლიტიკისა იქნება ევროკავშირის ამოსავალი წერტილიც. ბატონ დავით, ცოტა ხნის წინ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ახსენეთ და დღეს განხილვის ერთ-ერთი თემა გახარიას მიერ დაანონსებული შეხვედრები კონფერენციის პარკლებში. თუმცა რეალურად გქონდა თუ არა მას ეს შეხვედრები მისი თანაპარტიელებისგან ვერ მოვისმინეთ. რისი მაგალითია ეს თქვენთვის? გახარია ხა ტყუილის და შარლატანობის რაღაც მათ იქცა, სიმბოლოთ იქცა სამწუხაროდ. ჩვენ ვიცით მისი ღალატი, ჩვენ ვიცით მისი ტყუილები, ჯერ გუნდიდან გაქცევა, მერე ქვეყნიდან გაქცევა და ასე შემდეგ. ხა გახარიასგან ტყუილი ნამდვილად არ გვიკვირს. ხა თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, მიუნხენში იყო ადამიანი, როგორც თვითონ ამბობს, ხონდა მაღალი დონის შეხვედრები და ხა ამ ყველაფერს გახარიას პარტია, რომელსაც აქვს დეფიციტი მხარდაჭერის, დეფიციტი თანადგომის, დეფიციტი, არ ვიცი მე, პოლიტიკურ მასე რა ქვია, ზედაპირზე ყოფნის ამ ყველაფერს აჟიტირებას არ მოახდენდა, რა თქმა უნდა მოახდენდა. რამე მტყუილი უნდა მოვისმინოთ გახარიასგან, ხა არ გვიკვირს ნამდვილად. ნუ აი რაღაც ამ ტყუილებისთვის, ამ ღალატისთვის, მისის აქციელისთვის გააქვს კონკრეტული სტიპენდია, ჯამაგირი აქვს დანიშნული და ამ ჯამაგირით სულგმულობს და ეხა ეთყობა ამ ჯამაგირის გადახდის, ასე ვთქვათ, კონტრაქტში შედის ისიც რომ ეს ტყუილების აჟიტირება კონდეს მას ესეთ მნიშვნელოვან საკითხებზე. გახარია გერმანიის კონკრეტული სტიპენდიადი ხო არის იქ რაღაც კონკრეტული ინსტიტუტის ახლა იმის სახელია არ მახსოვს სამწუხაროდ, მაგრამ სტიპენდიანდი რო არის ეს ნამდვილად ვიცი, დაადასტურა თვითონ გერმანულმა მხარემ და ნუ ამ ჯამაგირში შედის ამ ტყუილების საუბარიც როგორც ეთქვა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა დავით მათიკაშვილი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საუბრობდა პირდაპირ ეთერში.